Now she's afraid to come out of the water, and I wonder what she's gonna do. ეს არის გადაცემა, სადაც მამაკაცებისთვის კარი დაკეტილია. როგორია საქმე ქართულ ტოპ მოდელებთან მიმართებაში? არ გამიკეთები არაფერი. ბუნებრივი ნაოჭიც ლამაზი. ეს სახე ერთი პერიოდი მეც მქონდა რაღაცა ჭოპორტის პამიდორივით კარგად შეშუპებულის. არასდროს არ მეგონა რომ გავიკეთებდი პლასტიკურ ოპერაციას. ნინო ცქიტიშვილი ელოდება მეოთხე შვილს. Гармония это самое главное. ჩემთვის ცოტა თბილია სიმართლე. იგივეს რა თქმა უნდა ვერ ვიზა მე ხო 40 წლის ასაკში და შემდგომ. ცარგინდა გაიკეთო, მაინც არაფერი არ შეგემჩნევა. სარკეში რომ ვიყურებოდი, ხვდებოდი რომ მე აღარ ვარ. შეგჭირდება ცოტა დაუთავება. გაიცინე, აწეცხვირი და იყავი დარწმუნებული საკუთარ თავში. ყველანაირი ადამიანის ფორმა დაკარგულია და სხვადასხვა ზოოლოგიურ არსებებს გვაგონებენ ხოლმე. გამწუხაროთ, რომ ყველას ერთნაირი ტუჩი აქვს, ერთნაირი ცხვირი აქვს. თავიანთი ღიპებით რო დადიან და რაღაცნაირი მოულელი კაცები. და რო გადახედავ კაცებს, ახალგაზრდა კაცებს, ვერ გაიგებ რა ასაკის არის. ამ ეტაპზე არ ვფიქრობ მაგაზე. ამასაც დავბერდეთ. აუცილებლად დავბერდებით, ხო? ნატურალურად რო შევხვდეთ. შენ არ გიქნა. ქართველ ბებიასა და ფრანგ ბებიას შორის განსხვავება ხო ძალიან დიდია. ასაკლების რაც ვარ, ის ვარ. არც მეტი, არც ნაკლები. ბატონი ჟერარდ ბატლერი. ეს ძალიან სასიამოვნოა. არაჩვეულებრივად გავატარე ეს საღამო.